27 დეკემბერია და მივდივართ ცხმორისის მთაში ნაკაპში. აი რამდენიმე მანქანა არის თავშეყრილი, 8 მანქანით მივდივართ სხვადასხვა მანქანებით და ვნახოთ აბა აქ თოვლის საფარი იქნება 5-10 სანტიმეტრი მაქსიმუმ. წავედით ბიჭებო? წავედით. შემოგთავაზებთ გზაში კადრებს. აი ჩვენ მოძრაობთ ჯიპით. რა მოდელია ჯიპის ძრავი რაღაცები მოგვიყევით ახლა? აჰა, კი, აუცილებლად. გაიცანით ჩვენი მძღოლი. M57 რესტაილინგის ძრავი. მუშაობთ სამბარზე, სრული დატვირთვით. ეს 3 ბარი რო აგვიხსნათ. 3 ბარი, ანუ ბუსტის წნევა, რომელიც არის ტურბო ქმნის და ისევ ძრავში ტრიალდება, ან ძალის სახით. M57 რესტაილინგის ძრავი. BMW-ის კი. ამოტრიალებულია ტურბინა, ანუ სხვანაირად გავმართავდი. ჩაწერილია სტეიჯი, ანუ კაროჩე წნევა მომატებული გვაქვს. მუშაობთ სამბარზე, სრული დატვირთვით. ხო და რა ვიცი, მონაცემები ესაა, რომ სადღაც 45 PSI სადღაც გამოდის 2.9, 3-დან 0 ბარი. მაგ ბარზე ვმუშაობთ, რაპიკზე ვმუშაობთ და ამ ტურბოს რაც შეუძლია დადებული აქვს მისი შედეგი. მაქსიმალურ რეჟიმზე მაქვს აღენებული ახლა და მართავ რა ვიცი. მართლა, მაგრამ ჩავ. ოწყი დავსავს, ხო? საბურავებში 05-ზე მომეჯუბა და დავახურებ ეს. კი ბატონო. ნუ გათილეს. 07-ზე იყოს. ანუ 07-ია ნორმალური. როგორ ახლა აუხსნი რატო ვაყენებთ ახლა ამას 07-ებზე? იმიტომ ახლა საბურავი არის თბილი რა და შესაბამისად მეტი ანუ ხო ხდები შეკუშვა ხდება. ხო და იქ სიცივეში რო ავდივართ ეს რეზინა, ანუ იკუმშება და წნევაზე უკვე არ ვდივართ 0.5 ბარი ხო არის აქ პირობითად. იქ ავდივართ 1-დან 0 ბარზე რა. ხო და უკვე შესაბამისად ისეც რეზინა უქეშდება, ისეც რაღაცა და გრუპი ხდება. ხო. მეტი მოჭიდება აქ ანუ თოვლზე და ლაქსზე უფრო მეტად. კი ბატონო, აი სრულად ეფინება ქვეითი იმას დაფას. საბურავზე 2 პროტექტორი დებს, დაშვებული საბურავზე უკვე 3 პროტექტორი დებს და დიდი უპირატესობაა დაშვებული საბურავი. კი ბატონო, მაგრამ რო ბრუნდებით ჩვეულებრივად ისე უნდა დავაბრუნოთ, ხო? იმ წნევაზე ასფალტისთვის. აუცილებლად, იმიტომ რომ რო არ დაჭრა. ხო, აუცილებლად, იმიტომ რომ რამდენად მე ქვემოთ წამოვდივართ, მით უფრო მეტად უკვე რეზინა ფართოვდება და შესაბამისად წნევაც გასაგებია. ძალიან მაგარი გარემო გვაქვს, მანქანები უკვე გავამზადეთ, ასე ვთქვათ, საბურავები დაუშვით ნორმაზე, რაც რეკომენდირებულია. წინ გვყავს რამდენიმე მანქანა, Wrangler-ი. აი, ნახოთ. წინ Lexus-ია. მოკლედ ეს ჩვენი პირველი YouTube არხია, ასე ვთქვათ, პირველი ვიდეოა და რა თქმა უნდა იქნება რაღაც ნიუანსები, შენიშვნები, მაგრამ გამოვასწორებთ და გავაუმჯობესებთ. აი, თოვლმა საკმაოდ მოიმატა თოვა ძალიან ლამაზად და კარგად თოვს. აი, შეხედეთ. დაგიბრუნდებით მალე. მოახლოვდებით ექსტრემს, კი ბატონო. აი. ეხლა ნახოთ რამდენ მეტრზე ვართ ამ ეტაპზე. ზღვის დონიდან. შევამოწმოთ პროგრამა ალტიმეტრში. ეხლა ვართ 64 მეტრზე. ეს ხმა ნაცნობი ხმა, რომელიც ჩვენი მანქანიდან მოდის.
ოპ. გონი საინტერესო დღე გამოვა რა შევეცდებით ჩვენც მისცემთ სავარაუდოდ ანუ მაგუნებენ მასონის და აი გარეთ ძალიან მნიშვნელობა გიცი მაგას ამერად შენსია დამოკიდებული შემოწმოშენ დაგეხმარებით ვიდეოს გაკეთებას კი ბატონო ეხა რას ვურჩევდით ჩვენს ასე ვთქვათ რას ვურჩევდით დამწყებ off-road მოყვარულს, აბა არასოდეს არ უნდა იჩქაროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის, აი გადაწყვეტილებაში არ უნდა იჩქარო. ანუ შენ ატარე მანქანას რაფად მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არასოდეს არ უნდა იჩქარო. სწორე, ანუ ხედვა იმისა, თუ შენი მანქანა რა ძალის პატრონია, როგორ გაივლიდის იმ მონაკვეთს და შენი მონაკვეთში, არასწორი თუნდაც მანევრით არ გააკეთო ფატალური რაღაცა, რა. რამდენი ხანია რაც off-road-ით ხარ დაკავებული ზოგადად? პირველი შეხება იყო ბავშვობიდან მქონდა ეს იდეაში ეს მოწონება მქონდა ამაზე რა ძალიან დიდი აი ჩემი მოწოდება იყო და რაღაცა და მქონდა შეხება ბავშვობიდანვე ასე რომ თქვათ პირველი ჩემი off-road მანქანად გამოვიყენე გაში ისია ჩესტო. გვაქვს პატარა კონკურსი იქეთ Lexus-ი მიიწევს წინ აქედან Wrangler-ი აბა ვნახოთ Lexus-ი ჯერჯერობით ლიდერობს ჩამოვიდა ჩვენს ჯიპს ბალხას აბა ჩვენ რას ვიზამთ ვნახოთ აბა იქით რუსლანი წავიდა რუსლანი საკმაოდ ძალიან მაგრამ მიდის ბრავო აქეთ ფორდის შესაძლებლობებიც ძალიან საინტერესოა მაგრამ რუსლანი ავიდა ალხას აბა ჯეიქსი ცდილობს მეორეჯერ ასვლას ძალიან შორს ავიდა დაკარგა აი ჯერჯერობით ლიდერი რუსლან ძრავი მითხარი სასტრაფოდ 2 და 5 აბა მერითიც ვარ წამოსული ვნახოთ ძალიან მაგარ შედეგს ძალიან მაგარს 57 უყენია მაგას BMW ძრავი 57 და რა გააკეთა stage 1 თუ 2 აქვს ჩაწერილი ის რა მანქანაა იქეთ რა Xterra მაგრამ შენს გზაზე მიდის ეს ახლა მაგრამ მაინც ბრავო კი ბრავო ეს რა მოდელია რუსლან? ეს Rubicon GK არა და მეც ველოდი რა კი მაგრამ საბურავების გამო საბურავების ნივა ნახოთ ნივა მიდის არა ძმაო არა ნივისგან არ ველოდი რა აქაც ალბათ საბურავები არის პრობლემა სავარაუდოდ იმიტომ რომ რატომღაც მეგონა რომ ნივა უფრო შორს წავიდოდა ნივამ ხეთს წამოიღო ჯერჯერობით თითქმის ყველა მანქანა გამოიცადა პირველივე შედეგზე კონკურსში 2 მანქანა მეორე ჯერზე მიდის რუსლანი Wrangler-ით ეხა უკვე ახალი გზიდან დაბალი სიჩქარით მაგრამ მაინც არ უჭირს 2 და 5 ძრავი აქვს ახეთ რა შვება გია არა აქ ალბათ საბურავებია პრობლემა Lexus-ი წავიდა ხელახალ ჯერზე მაგრამ ძალიან სრიალებს სავარაუდოდ ეხა პირველადი შედეგით არ ვიცი რა გითხრა ეს არ იყო უბრალოდ ასე ვთქვათ ცდა ეს იყო ძალიან მარტივი ამ მანქანისთვის კიდევ ერთხელ ძრავი მითხარი M57 რესტაილინგი BMW-ს რავი
აუ, ნახოთ, ჩემთვის, ჩემი აზრით ძალიან მარტივი. რავი აქ დგას, აქ. ძრავი, ჯუმბერ. აქ დგას. რა ძრავი გვაქვს? 5 და 2. 5 და 2. ვცადოთ? ცადე, ეტო არ გადაიგე. გადავიღე, მაგრამ კიდე აბა. მიდი, გავუშვი. მიდი, ახლა უყუროთ Grand Cherokee Limited 5 და 2 ძრავით. აბა. ჯუმბერის უყუროთ რა სიზამს. ეხლა ატრიალებს. აბა უყუროთ ჯუმბერს. 5 და 2 წავიდა. წავიდა. მიაკ, ძალიან მაგრად მიაკ 5 და 2-საც. ბოლოში, მაგრამ კი, ბრავო. აბა უკან ვცადოთ. ძალიან პროფესიონალურად ხდება. ბრავო ჯუმბერ. 5 და 2 პირველ დაბკოლებაზე 3 მანქანა გამოვარჩიეთ ჩვენ. აი რუსლანი უკვე ტყეში შევიდა. მეთყევია ძმაო. მეთყევია. მომავლის ხეებს ნიშნავს. ნახოთ დანომროს. ფორდიც იწევა საკმაოდ კარგად. მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ აქვს. აი ლექსუსი ცდილობს უკან დადოს შედეგი. და პროფესიონალურად აცილებს ხეებს. რუსლანი გაქრა ორბიტიდან. ეხა უშვებენ საბურავებს. აბა საბურავები დაუშვათ და ვცადოთ. პოვლის საფარმა უკვე მოიმატა. წინ მიდის რუსლანის ვანგლერი, თოვლს ხედავთ. უკვე აქ ლამაზი ხედი გვაქვს გადასახედი. უკან მოყვება ნივა. ახლა უკვე ძველი თოვლიც დაემატა მიწაზე. ეს უკვე ძველი თოვლი. უფრო და უფრო გაუჭირდებათ სავარაუდოდ დანარჩენ მანქანებს. მოვიდა ჩვენი მგელი. ეხლა გვაქვს ცდა. რუსლანი მიდის მოკლეზე. მაგრამ უჭირს. მე რამდენი მესამე მეოთხეც და რუსლან ერთი წუთით ძმაო ცოტა წინ ავიდეთ და მოვლენები გადავიღოთ. შუდი შედეგი არ არის. მაგარია ძმაო, ძველია თოვლი, ძველი ქვევით. აიყავ. აბა გოჩა ვნახოთ, გოჩა. ნახო, აბა არ თუ გამო. ხო, უკან ნახო ხავს. ჩავედით უკან. ნახო თუ დათმოს. ჩემი აზრით დათმოს უნდა. კი. ერთიც და ცოტა მძიმედ მოდის, მაგრამ მაინც გაიტანა საკმაოდ. კარგი ხარ და ორი ხაზი. ამოვედით დასაწყისში და ახლა რამდენიმე მანქანა ჩამოგშორდა. კი, ეს არის ნაკაფის დასაწყისი. ფეხსაცმელები მაჩვენე, ფეხსაცმელები. ეს რა არის ბიჭო? კიდევ ერთიც და
საკმაოდ გაიტანა. 1-2 წთა და გასულია მგონია. საკმაოდ კაი ნაწილია მოიტანა, კი ბატონო. რაცა უცნაური ხმები კი გვესმის მანქანიდან, მაგრამ აინც მოაქვს რა. ავიდან. ბიჭო, მგონი უნდა შეძლოს. კი. ეგა 1-2 წთა ამოსულია. აი უკვე ნისლმა გადაიღო, ესე ვთქვათ, და სახლებიც გამოჩნდა. ულამაზესი მთაა, ნაკაფი. არც ისე შორს ხმორისიდან. იმედია, ცოტა თოვლი გადაიღებს და ძალიან ლამაზ ფოტოებს და ვიდეოებს გადავიხეთ. ერთი ცდაც კარგი გაიტანა, ბრავო. აქ გავეჭედეთ. რა ხდება? ესა ერთი წამი დაგეხმარებით ყველას, მაგრამ ეს ნივას აქ მალხაზ. რა ხდება, გაგვარკვიეთ. მაყურებელს რომ ჩავჭით ლექსუსმა ჩარჩა. ლექსუსმა ჩარჩა? ნივა და ნივაც დაგჭი. ნივაც დაგჭი. ამა შეხედე კაცმა რა გააკეთა. ნივა ამოიყვანა. წინ უფრო გამოვიდეს. YouTube-ზე უნდა გადავთ? კი, აბა. გაგაწერიეთ? პირველი ვიდეოა. ისე რაულ ცინცაძე. შენ რა ქვია? დაჩი. დაჩი, რამდენი წლის ხარ დაჩი? აბა დაგველაპარაკე. 12. მოგწონს დაჩი? კი, ძალიან სასიამოვნო. მანქანებით მოძრაობა? კი. ანუ მომავალში შეიძლება რომ შენც იყიდო, ხო? კი. აჰა, ძალიან კარგი. ერთი გავახანოთ აი მანქანა კიდე რა. რა მოგწონს აბა ყველაზე მეტად? რომელი მანქანა მოგწონს? ის. ის მანქანა? იმას BMW-ს ძრავია. მოდი. აბა. ვიხმაროთ. გავა დაჩი შენი აზრი? კი. ეს არის 4 და 7 ძრავა. ვიც. ვაცილი. ამდენმა რომ მივაწვეთ გავახანოთ. აბა ვნახოთ უკან რა ხდება დაჩი. წავიდეთ. ეხა ალხაზი ცდილობს შემოვლას. დაბალი გაზით. აბა მie მალხს. ტექნოლოგია. იქით ნივა ყავს. ლექსუსი დაგვჭა. ორი ჩეროკია წინ ამ ეტაპზე განსხვავებული ძრავებით. ეხლა უნდა ამოვიყვანოთ ლექსუსი. კარგია. ნივა. ოიმე. გამსვით ბიჭო. ბრავო რუსლა. ბრავო, შენთვის სულ ერთია, რა გყავს მაინც ლომი ხარ. დროებით შევიდეთ უნდა სახლში.
წამოყვეს კადრები, წამოდი. ხას იმედია აქ მშვიდობით შევალთ. ძალიან ლამაზი სახლია. მინდა დამიფიქსირო, როგორიც მთას უხდება, როგორიც თოვლს უხდება და ეხა გავაღოთ. ეზოში შევიდეთ. აი აქ რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს გადავიღებთ ერთად. თუ ჩერდებით კი, მაგრამ მგონი არ დაგჭირდება. კარგია. ეხა უკვე ვანგლერი ბატონი რუსლანი იმყოფება ურთულეს პოზიციაში. მაინდა-მაინც რო მას ეგონა რომ მის ჩარჩენას არ გადავიღებდით. ჩავში მაინდა-მაინც მაშინ ხო? კი. არ გაქვს პრობლემა. მიწოლაში იქნები შენ. კი ბატონო. ეხა მას იმედი ქონდა რომ არ გადავიღებდით მის ჩარჩენას, მაგრამ თოვლი ძალიან მაღალია და ძველი თოვლი არის მაღალი უფრო სწორად. ბიჭები უკან გველოდებიან. არ ვიცი რამდენად შეუძლებთ გავაგრძელოთ გზა. თოვლი ერთი შეხედვით დიდი არ ჩანს, მაგრამ ძველი თოვლი იმდენად არის რომ ვერ ვახერხებთ წინ წასვლას ამ ეტაპს, მაგრამ ვნახავთ რა იქნება. ჩვენთან ერთად ნახავთ ამ ყველაფერს. ამოვიდა თავისით. გამოვედით. ახლა ვნახოთ რა იქნება. შეძლებს თუ არა გაგრძელებას რუსლანი გზის. გზა ესეთია, სწორია, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. რუსლან, ვაგრძელებ? რა თქმა უნდა. აბა. წავიდა. კი, გაიტანა. მოკლედ გადაწყდა რომ აქ ბრუნდებით, იმიტომ რომ თოვლი როგორც აღნიშნეთ არის ძველი თოვლი და ძალიან გაუჭირდათ მანქანებს. ნახოთ აქ მოუტრიალდებით, აქ დარჩა ეს ვანგლერი. აი ესეთი ლამაზი ხეში შეგხვდა ბოლო. ძალიან მაგრად თოვს. აი ჩვენი მიკროფონიც.